დილამშვიდობისა დღეს 23 სექტემბერია, სამშაბათი, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გიგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ყველას მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მეც ბედნიერ დღეს გისურვებთ და შევეცდებით, რომ საინტერესო წარმართოთ თქვენთვის ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ახლა ვიდრე გადაცემის ანონსს შემოგთავაზებთ, ერთად ნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 23 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 23 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე დებს, მინადორას, მიტროდორას და ნიმფოდორას. წმინდა მოციქულებს აპელის, ლუკის და კლიმენტის 70-თაგანთა. წმინდა მოწამე ვარივსავას, წმინდა კეთილმორწმუნე პულქერიას, ბერძენთა დედოფალს, წმინდა პეტრესა და პავლეს, ნიკეელ ეპისკოპოსებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ანონსს გაგაცნობთ. პირველი სტუმარი იქნება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ ნათლიობის, მიმრქმელობის წესსა და მოვალეობებზე. გადაცემის მეორე ნაწილში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა საქართველოში. რომელია ყველაზე პოპულარული ადგილები და დაგეგმილი სიახლეები. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნატო სულთანიშვილი. და კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ზაფხულის დასვენების შემდეგ, როგორ დაუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიურ ცხოვრების რეჟიმს შვებულებების შემდეგ და აი მე მგონი რომ ამ თემაზე ყველაზე საუკეთესოდ ისაუბრებს ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი მარინა კაჭარვა, რომელიც ალბათ მოგცემს რეკომენდაციებს და რჩევებსაც. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ვინც შემოგვიერთით და გვიყურებთ. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ნათლიობის მიმდქმელობის წესსა და მოვალეობებზე. დაგვალცეთ მამაო, ძალიან დიდი მადლობა მამა ლონგინოს ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო თემა არის. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ნათლობის ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოს შესახებ, თუმცა დღეს უფრო გვინდა გავამეხვილოთ ყურადღება უშუალოდ ნათლიობის წესზე, მოვალეობაზე ნათლიისა, ვთქვათ, ვინ არის მიმრქმელი, ვინ არის ნათლი, აი ამ ტერმინოლოგიურ განსხვავებასაც რომ შევეხოთ. მანამდე ძალიან მოკლედ ალბათ კიდევ ერთხელ რომ შევეხოთ ნათლობის საიდუმლოს, რომლითაც იწყება ჩვენი ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რას ნიშნავს, რას გულისხმობს, აი კიდევ ერთხელ რომ გითხრათ. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა და მრავალმხრივი, ისე რომ ამაზე საუბარი ყოველთვის რაღაცა სიახლის მომტანია მსმენელისათვის და საზოგადოებისათვის. უპირველეს ყოვლისა, ნათლობა ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სულიერი დაბადება, ანუ დაბადება ქრისტიანად. ბერძნულში ჩვენ ვიცით, ნათლობას ეწოდება ბავტისმა. არის ესეთი ტერმინი და ორი ტერმინი გამოიყენება იქ ბერძნულში, ეს არის ბავტისმა და არის ფოტისმა. ახლა რატო ავამახვილებ ამაზე ყურადღებას? ჩვენ ნათლობას უწოდებთ პროცედურასაც და შედეგსაც, რაც წყლით ნათლობის შედეგად ადამიანი ნათლდება და ხდება ქრისტიანი, ხო? აი ბერძნულში ეს ტერმინი ბავტისმა გულისხმობს უშუალოდ წყლით, ასე ვთქვათ, გამბანვას, შთაფლვას, ჩაყურყუმალავებას, შეიძლება ესე დავარქვათ, პროცედურას და ფოტისმა ეს არის განათლება, ანუ შედეგი, რომელიც დადგა აი ამ წყლით განბანვის შედეგად. იქ იმიტოა გამიჯნული ეს ორი ტერმინი, რომ წყლით განბანვა ავტომატურად არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ადამიანი განათლდა. ანუ რა იგულისხმება, რომ შეიძლება შეასრულოს საერთოდ არასასულიერო პირმა, ან სქიზმაში ყოფნა ადამიანმა, ან შეიძლება ადამიანმა უბრალოდ გაიხუმროს და ისე შეასრულოს, ხო? ამიტომ ავტომატურად ქმედება არ ნიშნავს, რომ საიდუმლოში შეაბიჯა. ამას თავისი განზრახვა სჭირდება, წინაპირობა, მომზადება, ნება, რომელიც უკვე თქვათ უნდა გაგიყვანოს შედეგზე. ამიტომ ბერძნები თქვათ აი ამ ტერმინს მიჯნავენ ქმედებას და ამ ქმედების მერე დამდგარ შედეგს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს უკვე პირველ საუკუნეებში როგორ იყო, რომ აი რადგანაც მხოლოდ ქმედება არ არის განმაპირობებელი, რომ უკვე საიდუმლოში მიიღო მონაწილეობა და სამართო მადლი გადმოვიდა ადამიანზე, არამედ რაც წეგან თქვი, რომ წინაპირობებია, იგივე თუნდაც განზრახვა, მომზადება. ამიტომ პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა ესეთი წესი ქრისტიანთა შორის, რომ ჯერ თავიდან ხო ზრდასრული ადამიანები ნათლებოდნენ, ახლა მოციქულთა ქადაგების შედეგად ბავშვი არავინ არ მოსულა, ჯერ ზრდასრული ხალხი იყო და საჭირო გახდა მათი ჯერ მომზადება და მერე ნათლობა, რომ მან იცოდეს, რატო იღებს ამ გადაწყვეტილებას. ანუ პირველი სურვილი უნდა გამოხატოს, მაგრამ მეორეა რომ უნდა აცნობიერებდეს კიდეც აი ამ პასუხისგებლობას. და მაშინ გულისხმობა მომზადებაში. და მაშინ ჩამოყალიბდა ესეთი წესი, კათაკმებელთა ინსტიტუტი. ანუ ეს ძველი ბერძნულიდან მოდის, კატეხუმენოდან განსწავლაც ნიშნავს. ადამიანი, რომელიც ემზადებოდა ნათლობისათვის, გადიოდა სალექციო კურსს, უხეშად რო ვთქვათ, ეპისკოპოსის ან უგდლის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც საშუალოდ 3 წელი გრძელდებოდა. და ამ 3 წლიანი ვადის ამოწურის შემდეგ თუ ეს ადამიანი დააკმაყოფილებდა აი ამ მოთხოვნებს, განისწავლებოდა, რომელიც მერე გამოსტასავით უნდა ჩაებარებინა ეპისკოპოსთან, რომ ეს ყველაფერი როგორ გაიგო. ამის შემდეგ ხდებოდა მისი მონათლა. და რაც თავარია, რომ აი ეს ნათლობა როგორ ხდებოდა, რომ ეს პიროვნება კათაკმონი, რომელიც ინათლებოდა, რა თქმა უნდა, ეპისკოპოსის ან უგდლის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მაგრამ შუამავალი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც თავდებად უდგებოდა, რომ ეს ადამიანი არა სხვა რაიმე განზრახვით, ან გარებით, ან რაღაც მოტყუებით, არამედ გულწრფელად ინათლება. და შეიძლება ითქვას, რომ შუამავალი ადამიანი ხდებოდა ერთგვარი, რაც ნათლის წინასახე იყო. მას ნათლი არ ერქვა, მაგრამ პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეკლესიასა და აი ამ პიროვნებას შორის წევდა შუამავლობას. დიახ, მამა ლონგინოს, აი თქვენ ბრძანეთ რომ ემზადებოდნენ და ვთქვათ რაღაც გარკვეულ სალექციო კურსს გადიოდნენ. ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში ძირითადად ყრმობაში, ანუ ჩვილობაში ინათლებიან ბავშვები, ანუ შესაბამისად იშვიათად არის შესაძლებელი, რომ ასეთი სალექციო კურსი ვთქვათ მომზადება გაიაროს ადამიანმა, თუ კი ვთქვათ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის და გვიან არ ინათლება. აი საინტერესო საკითხი დასვით ელისაბედ, რომ არა მარტო საქართველოში, უკვე მე-3-4 საუკუნეებიდან, როცა მართლმადიდებელ ეკლესიაში ბავშვების ნათლობა შემოვიდა პრაქტიკაში, ეს კათაკმულობა ის პირველ 3-4 საუკუნეს უკავშირდება. უკვე რა თქმა უნდა, ხა ბავშვი ვერ განისწავლება.
იქ უკვე ცალსახად თავდებად ხდებოდა ან მშობელი, ან მშობლის რწმენის საფუძველზე ინათლებოდა, ან შუამავლი ადამიანის საფუძველზე, რომელსაც ერქვა ნათლია. ნუ ამას ცოტა ხანში შევეხებით. უბრალოდ რა არის? კათაკმელობის ინსტიტუტი როგორც ესეთი ზოგადი წესი, რა თქმა უნდა, ეკლესიის პრაქტიკიდან ამოვარდა, იმიტომ რომ იშვიათად ინათლება ზრდასრული ადამიანი კოლექტიურად, შეიძლება ცალკეული შემთხვევები იყოს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ზრდასრული ადამიანი ინათლება, წესით ის მღვდელმა უნდა მოამზადოს. შეიძლება ჩვენ დღეს პრაქტიკულად 3 წელი არ გასტანოს ამ მომზადება, მაგრამ თუნდაც 1 თვე, 2 თვე ან რაღაცა სასურველია, რომ მოკლე კატეხიზაცია გაიაროს ამ ადამიანმა, რატო ინათლება, რატო იღებს ამ გადაწყვეტილებას. სხვა აღმსარებლობის ადამიანი თქვა, თუ გადაწყვეტს რომ მოინათლოს, კი, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი. სხვა ეკლესიებში ეს წესი არის დაცული. ნუ ჩვენთან ალბათ ეს კომუნისტური რეჟიმის დროს და რაღაცა ბევრი რამე საეკლესიო პრაქტიკიდან ამოვარდა და ალბათ ნელ-ნელა კარგი იქნება რომ ეს პრაქტიკა დაბრუნდეს ეკლესიაში. მამალ ლონგინოს, აი სწორედ 2023 წლის 2 ნოემბრის წმინდა სინოდის განჩინებას ხდომა შეხვა ამ საკითხსაც ნათლიობის წესის, მიმქმელობის წესის წესს გულისხმობ და აი კონკრეტულად რა ჩაიწერა ნათლიობის წესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის განჩინებაში, რაზე იყო მსჯელობა, თუ შეიძლება ამის შესახებ რომ გვესაუბროთ. ძალიან საინტერესო საკითხია ეს. მე მინდა ძალიან მოკლედ შევიხო ნათლიების ფუნქციას, აი როგორ ჩაიყარა ამას საფუძველი, რომ ეს სინოდის განჩინები შინაარსი ჩვენთვის გასაგები გახდეს, რატომ იყო ეს რეგულაცია ეკლესიამ. ნუ უპირველეს ყოვლისა მინდა ვქვეთქვა, რომ სინოდს ახალი არაფერი არ მეუღია, არამედ მოხდა განახლება იმ ძველი წესისა, რაც ოთითგანვე არსებობდა ეკლესიაში, ესეც რო იცოდეს საზოგადოება. აი მე ვთქვი, რომ ნათლიობის წინაპირობა იყო აი შუამავალი ადამიანები. უკვე თვითონ ნათლია როგორც ასეთი ადამიანი ბერძნულში ამას ეწოდება ანადოხოსი. ანუ რას ნიშნავს? პირდაპირ გაგებით აი ძველ ქართულში ამის შესატყვისი იყო მიმრქმელი. და ძალიან სწორია, მე ვფიქრობ, ვარ მომხრე, რომ აი ეს ტერმინი აღდგეს, ვისაც ჩვენ ნათლიას უწოდებთ, იმიტომ რომ ნათლია ნიშნავს, ვინც არის განმანათლებელი. განმანათლებელი არის მღვდელი, ვინც ადამიანს ნათლავს. ის პიროვნება, ვისაც ჩვენ ნათლიას უწოდებთ, ეს არის მიმრქმელი. და რა არის? ანადოხოსი ნიშნავს პირდაპირ ხელში აღებასაც რაღაცის. და ასევე საკუთარ თავზე რაღაცა პასუხისგებლობის აღებას. აი ეს მეორე მნიშვნელობა უფრო პირდაპირ მიასადაგება ნათლიას, ანუ ეს არის პიროვნება, რომელიც სხვა პიროვნებაზე ვინც უნდა მოინათლოს, მის ცხოვრებაზე იღებს პასუხისგებლობას თავის თავზე, ანუ სულიერ მეთვალყურეობაზე. თავიდან რატო წამოვიდა ეს ამის მიზეზი რამ განაპირობა ნათლიების, რომ მაგალითად იყო შემთხვევები, რომ მე-2-3 საუკუნეებში მშობლები იყვნენ წარმართები, შეიძლება რაღაცა მიზეზით არ იყო მონათლული, მაგრამ სურდა შვილის მონათლა. წარმართი მშობელი ქრისტიანულად ვერ გაზრდიდა. ამიტომ იყო ვინმე შუამავალი ადამიანი, ეს სულიერ მშობელი ქრისტიანი, ვისაც მიანდობდა ამ თავისი შვილის აზრდას. აი უკვე იქიდან ყალიბდება ნათლების ინსტიტუტი, ერთ-ერთი მიზეზი ამან განაპირობა. და შემდეგ უკვე საიმპერატორო კანონებით მიენიჭა ნათლიას ისეთი სტატუსი, რომელიც თითქმის მშობელთან ასოცირდებოდა. და ესეთი კანონიც არსებობდა, რომ თუ ბიოლოგიური მშობელი გარდაეცვლებოდა ბავშვს, ავტომატურად მისი მეურვე ხდებოდა ნათლია. ანუ მშობლისა და შვილის სტატუსად ჩამოყალიბდა. და იმიტომაც იყო, რომ მოგვიანებით მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 540 უბრალოდ ხო, ტრულის კრებაზე. იქნა მიღებული ეს 6 საუკუნეა ესეთი კანონი, 53 კანონი. სადაც ნათლიასა და ნათლს შორის კაცრად აიკრძალა ქორწინება. ეს კიდე ცალკე თემა. დიახ, რანათლისაური კავშირი ყალიბდება შემდგომ. ეს კიდე ცალკე ის არის, მაგრამ რატო აიკრძალა? რომ კანონით რახანეს ასოცირდებოდა მშობლისა და შვილის ურთიერთობასთან, ეს არ შეიძლება შეცვლილიყო ცოლქმრის სტატუსით. აი ესეთი მყარის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა. და როგორც წესი, კანონიკურად ყოველთვის ნათლია იყო ერთი. და იქ იმიტომაც წერია, რომ ნათლიასა და ნათლს შორის არ შეიძლება ქორწინება. მოგვიანებით რა მოხდა? ეხლა რატო იყო მაინც და მაინც მამაკაცი? ეხლა აშკარად მამაკაცი იქ ყურადღება გამოხვილებული, რომ არ შეიძლება ცოლად მოიყვანოს ნათლია და არ წერია, რომ არ შეიძლება გათხოვდეს მასზე. საიმპერატორო ეს პირდაპირ სახელმწიფო კანონებით ასოცირდებოდა შვილათაყვანასთან. ნათლია ხდებოდა ადამიანი. იმ დროს საიმპერატორო კანონებით, სახელმწიფო კანონით, მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ შვილათაყვანის უფლება, ქალებს არა. მოგვიანებით იმპერატორი ლეონ ბრძენი იყო, ეს უკვე მე-9 საუკუნეებია, რომელსაც გამოცა კანონი და ქალებსაც დაუშვა შვილათაყვანის უფლება და აქედან უკვე ქალებსაც შეეძლო ნათლია გამხდარიყვნენ. და სადღაცას მე-9 საუკუნეებიდან ჩნდება უკვე ესეთი პრაქტიკა. ახან ქალებზეც იყო დაშვებული ნათლიობა, რომ ესეთი წარმოიშვა აზრი, რომ ახან ხორციელი მშობელი ორია, დედა და მამა, რომ ნათლია სულიერი გაგებით შეიძლება იყოს ორი, ქალი და კაცი, როგორც სულიერი დედა და მამა. და ეს რა თქმა უნდა არაა დოგმა, ეს პირდაპირ კანონი არ არის. კანონი მაინც დღემდე ითვალისწინებს, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, თუმცა ხას ეს არ აქვს მნიშვნელობა, ხალი იქნება თუ კაცი.
მაგრამ ტრადიციულად ჩამოყალიბდა ესეთი კანონიკური წესი, რომ ორიც შეიძლება, ოღონდ ქალი და კაცი. რატო ქალი და კაცი? რა ახლა მათ მშობლები ქვია, სულიერი მშობლები. ახლა ორი კაცი ან ორი ქალი დედა და მამა ვერ იქნებოდა, ხო ეს საეკლესიო ცნობიერებაში სხვა რამის ასოცირებას იწვევს. ამიტომ თუ ორის დაშვება ხდება, მაშინ ლოგიკა ეს არის, რატო ორი, რომ სულიერი დედა და მამა. ამან რა თქმა უნდა მე პროვოცირება გამოიწვია დასავლეთის ეკლესიაში, თქვა რომის იმპერიაში, რომ სადაც 2 3-ს დაუშვეს 4 და ცნობილია, რომ აი სამეფო კარიდან გამოსული ადამიანები ან დიდებულები შვილებს უნათლავდნენ 600, 300 ან 800 ნათლიაც კი ყავდათ. 5 ნათლია მყავს მამალონკინოს. კი, ძალიან ბევრი. ძალიან პატარა მოვინათლე და 5 ნათლია მყავს. მე მქონდა პრაქტიკაში 13 ნათლის მოყვანა, 9 ნათლის მოყვანა საქართველოში. და ანუ რის თქმა მინდა და ნათლის ფუნქცია რა იყო გარდა ამ მეურვეობისა, რასაც კანონი ანიჭებდა მას, ზრუნველობას. პირველი ფუნქცია იყო, რომ ქრისტიანულ აღზრდაზე უნდა გაეწია მას პასუხისგებლობა ამ თავისი ნათლულის. შესაბამისად, თუ მას ეს პასუხისგებლობა ეკისრება, ეს ნიშნავს, რომ ნათლია უნდა იყოს ის პიროვნება, რომელიც არის გააზრებული ქრისტიანი და პრაქტიკოსი ქრისტიანი. ის კი არა ვთქვათ, მოინათლა და უბრალოდ ქრისტიანი ქვია. წესით უნდა ამას იაზრებდეს. ჩვენს რეალობაში უფრო ასე ხდება, რომ ვთქვათ, აი ვანათლინებთ ბავშვს, მაგრამ აბსოლუტურად არ გვაინტერესებს მისი ეკლესიური ცხოვრება, რამდენად ეკლესიურია, რამდენად პასუხისმგებლობას იღებს, რამდენად იმ მოვალეობებს აიღებს თავის თავზე, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ხო, აი სამწუხაროდ საქართველოში ბოლო აწლეულებში ესეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ შეიძლება ადამიანთან თანამდებობის პირი ან უბრალოდ მეგობარია და იმიტომ აყენებს ნათლიათ. ისე რომ ის ადამიანი შეიძლება საერთოდ ეკლესიასთან შეხებაში არ არის. ანუ ღმერთი კი სწამს და შეიძლება ათეისტი არა, მაგრამ პრაქტიკოსი ქრისტიანი არ არის. შესაბამისად, თავისი ნათლულის სულიერი აღზრდაში ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანს. ეს რა თქმა უნდა უკვე ბოდიში ამ სიტყვაზე და პროფანაცია ხდება ნათლიობის რეალურად ფორმალურ სახეს ატარებს. მაშინ როცა ნათლია ფორმალობა არ არის. იმიტომაც იყო, რომ აი თქვა ზრდასრული ადამიანი რო ინათლებოდა, შეიძლება და ნათლის გარეშეც მონათლულიყო და დღესაც ეკონომით დაშვებულია, შეიძლება თქვა უცხოელია ჩამოსული, არავის არ იცნობს. თვითონ მოემზადა ნათლობისათვის უნდა რომ მოინათლოს. როგორც გამონაკლისის შემთხვევა, ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს, რომ შეიძლება ნათლის გარეშეც მოუნათლოთ. ხლა ეს არ არის ნორმა და წესი, მაგრამ გამონაკლისი დაშვებულია, თუ ის პიროვნება იაზრებს და თვითონ იღებს თავის თავზე პასუხისგებლობას, ხლა ფორმალურად ვიღაცა დავაყენოთ, რომ უბრალოდ ნათლი არ ქვას, ამას დასაშვებია. თვითონ სასულიერო პირი, ვინც ამ საიდუმლოს აღასრულებს, ასევე არის ნათლია. თუ აი ეს საინტერესო საკითხია. აი იმიტომ ვთქვი წეგან, რომ ის ვისაც ჩვენ ნათლიას უწოდეთ, ეს არის მიმრქმელი, ანუ რომელმაც მიირქვა, ანუ აიღო თავის ხელში პასუხისგებლობა სხვა ადამიანზე. ნათლია მართლაც ღდელია, ოღონდ არ ემგაგებით, რომ მანაც აიღო პასუხისგებლობა კონკრეტულ პიროვნებაზე, ხლა ღდელი და სასულიერო ყველა ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე აგებს პასუხი ზოგადად, მაგრამ განმანათლებელი თვითონ არის იმ ადამიანის. ასე რომ კონკრეტულად ღდელი, რა თქმა უნდა, იმ ფუნქციას არ კისრულობს, რასაც მიმრქმელი. მაგრამ სულიერი გაგებით ის ყველა ადამიანის სულიერ განმანათლებლად, რა თქმა უნდა, ითვლება. და რაც შეეხება ამ სინოდის განჩინებაზე რომ მკითხეთ, რატო იქნა 2023 წელს ეს განჩინება მიღებული? გარდა იმ პრობლემისა, რომ ჩვენთან ნათლიობა სამწუხაროდ ფორმალურ სახეს ატარებს, საკმაოდ მრავალნათლიობის პრაქტიკაც შემოვიდა ჩვენს ეკლესიაში. 5, 6, 13-იც მე მქონია ეს პრაქტიკა. ესეთი მაგალითი. დიახ და ახლა ჩემ შვილებსაც ყავს ესე ბევრი ნათლია თავის დროზე. მაგრამ რის თქმა მინდა, რომ მე ჩვენ ამაზე ვიმშველეთ, რომ აი ძალიან პროფანირებული ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ რაღაცა ნორმაში მოგვეყვანა. და მაშინ იქნა მიღებული სინოდის განჩინებაში, აი ეს მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ ახალი არაფერი არ მიუღია. სინოდის განჩინებაში იქნა ესეთი ჩანაწერი გვაქვს, რომ კანონიკურად, კანონით ნათლი არის ერთი, ანუ მიმრქმელი, რაც ოდითგანვე წესი არსებობდა, მაგრამ კანონიკური ტრადიციით და არა კანონით დაშვებული იყოს ორი. ოღონდ ქალი და კაცი. ანუ ჩვენ როდესაც ჩავწერეთ ქალი და კაცი, ეს ბევრმა ვერ გაიგო ესეთი პრინციპული მიდგომა, რასთან არის დაკავშირებული და უბრალოდ იქ სინოდის სხდომაზე როცა მსჯელობა იყო და როცა ეს ოქმი დგინდებოდა, ხა ჩვენ ორამდე რო დავიყვანეთ, ახლა საზოგადოებისათვის ხომ დაგვეხსნა, რომ რა ლოგიკით დავყავს ორამდე. ან მაშინ უნდა გვეთქვა მხოლოდ ერთი, ან მაშინ რატო არა 3 ან 4. ამიტომ ჩვენ ის ისტორიული რეალობა გამოვიყენეთ, რომ თავის დროზე რის გამოც იქნა ორი დაშვებული, ეს სულიერი დედის და მამასთან ასოცირდებოდა. კიდევ ეს არ არის კანონი, არ არის დოგმა, მაგრამ ორი ამ მოტივით დაიშვა. ამიტომ ჩვენ ისტორიული რეალობის საფუძველზე დავუშვით მაქსიმუმ 2 ნათლის არსებობა.
დიახ. მე მახსოვს რომ აი ამ კონკრეტულად ამ საკითხმა განჩნევიდან გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მაშინ გამოიწვია. ნუ ქართულის ხასიათიდან გამომდინარე ზოგი ადამიანი ვთქვა ზოგიერთი მშობელი ვთქვა ჩაითანხმებული იყო შეიძლება 5 მეგობართან რომ მის შვილს მონათლავდნენ და მე აღმოჩნდა რომ უნდა ამოერჩია იქიდან ორი რაც ალბათ გარკვეულ უხერხულობასთან იყო ვთქვა დაკავშირებული და აი რა მინდა გკითხოთ რომ აი ნათლიობაზე უარის თქმა თუ შეიძლება და აი ეს ვთქვა აი მიდგომა როდესაც ჩვენ შვილისთვის ნათლიას ვარჩევთ კიდევ აი როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა ხო ეს მნიშვნელოვანი საკითხია პირველი რომ ეს სტერეოტიპი რომ ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება რა თქმა უნდა არ არის სწორი ხოლო შეიძლება ადამიანი არ ხარ ისე დაახლოებული ოჯახთან ან რაღაცა შინაგანი სურვილი არ გაგაჩნია თამამად შეიძლება უარი თქვა და უკეთესიც არის რომ არა იყო პასუხისმგებლობა ისეთ რამეზე რაზეც გრძნობ რომ შენ ამას ვერ გაუძღვები და რაც შეეხება ნათლიის შერჩევას სასურველია რომ ეს პიროვნება იყოს მეტნაკლებად ეკლესიასთან დაახლოებული ადამიანი და მეტნაკლებად ესმოდეს ქრისტიანობა. ხა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში უკვე ესეთი პრაქტიკა არსებობს. რომ თუ დიდი ადამიანი ინათლება, რა თქმა უნდა, პიროვნულად მას ამზადებენ ნათლობისათვის, მაგრამ თუ ბავშვი ინათლება, ნათლიას ამზადებენ, ან ერთგვარ კატეხიზაციას გადის, ზოგან ორთვიანი კურსია, ზოგან სამთვიანი, მაგრამ მანამდე ესე არ ნათლავენ. იმედია ჩვენთანაც ეს წესი აღდგება. უბრალოდ აი სინოდის განჩინებაში მე მინდა დავაკონკრეტო გარკვეული დეტალები, რა კითხვებიც ჩნდება ხოლმე, რაზეც ხშირად მიერეკავენ, ზოგს პროტესტი უჩნდება. ჯერ ერთი ეს განჩინება უკვე 2 წელია რაც არის მიღებული და საზოგადოება მას უნდა იცნობდეს. თავის დროზე თქვენ ახსენეთ რომ უკვე ზოგი შეპირებული იყო რაღაცა. პირველი 1-2 თვის განმავლობაში. ადრე მაშინ კურთხევაც გასცე რომ პირველი 2 თვე ვისაც ჰქონდა შეპირება, უკვე შეპირებული ვინც იყო მოენათლათ, მაგრამ დღეს უკვე დიდი დრო გავიდა. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ესე, რომ რაც შეეხება ნათლის სქესს, მოდი ესე ვთქვათ, კანონით სქესს არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მამაკაცის ნათლია იყოს ქალი, ქალის ნათლია იყოს კაცი, კანონით. უბრალოდ საეკლესიო პრაქტიკაში რა მოხდა, რომ ბავშვებთან მიმართებაში ეს წესი დაშვებულია, რომ თუ ზრდასრული ადამიანი ინათლება და ვთქვათ ერთი ნათლია ყავს. ეს არის რეკომენდაცია, სასურველია, რომ იმავე სქესის იყოს ნათლია, იმ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, რომ სამომავლოდ მათ შორის რაიმე სხვა ურთიერთობა არ წარმოიშვას. მაგრამ თუ ორი ნათლია დგება, ბავშვი ინათლება თუ ზრდასრული ადამიანი, ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს ქალი და კაცი. აი ეს რეგულაცია ასე ვთქვათ, აი ამ სინოდის განჩინებაში რომ გავითვალისწინოთ. მავალონ გინოს, აი რაც შეეხება უშუალოდ ნათლულების მოვალეობებს, რა ევალებათ ნათლულებს სამწუხაროდ ისე მიდის ხოლმე ჩვენი ცხოვრება, რომ ნათლიებსა და ნათლულებს ისეთი კარგი ურთიერთობა, მეგობრული დამოკიდებულება, ახლო ურთიერთობა არ გააჩნიათ ხოლმე საკუთარი ცხოვრებიდან და რიტმიდან გამომდინარე ალბათ. ვისაუბრეთ ნათლობის წესზე, ნათლიების მოვალეობებზე, რა მოვალეობები აქვს ნათლულს ნათლიასთან ურთიერთობისას, ესეც საინტერესოა. რაც შეეხება ნათლულის მოვალეობას ნათლიასთან, შეიძლება ეს იგივე იყოს, რაც შვილს მშობლის მიმართ. ერთგვარი ადამიანური ყურადღება. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა მშობლის ფუნქციას ვერ იტვირთავს ნათლული, ხო? ამიტომაც თქვი, რომ ჯობიას ისეთი პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება ურთიერთობა. ნათლიას ნათლულთან და ნათლულს კიდე თავის ნათლიასთან, მაგრამ შეიძლება ხა ცხოვრებისეული გარემოებიდან გამომდინარე რაღაც ეს ჭიდრო ურთიერთობა ვერ შედგეს, ან სამომავლოდ შეიძლება საერთოდ ადამიანს სხვაგან გადასახდეს ფიზიკურად, ეს ცოდვაში არ ეთვლება. გამ გარკვეული კომუნიკაცია თუნდაც ამ პიროვნებაზე ლოცვა და შეძლების და გვარად ყურადღება, რომ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ეს ადამიანი, ეს არის აუცილებელი, მაგრამ აი ესეთი კანონი, რომ კონკრეტულად ნათლულს ნათლიასთან რა ევალება, ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს უთა ადამიანურ დონეზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ გარკვეული ყურადღება, მოკითხვა, ურთიერთობა უნდა არსებობდეს შეძლების და გვარად. დიახ. მამალონ გინოს, როდესაც ნათლობაზე ვსაუბრობთ, აქ პატრიარქის დიდებული და ნამდვილად ძალიან ბრძნული ინიციატივა უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, რომელიც მან წლების წინ გაახმოვანა, რომ ის იქნებოდა ყოველი მესამე და მეოთხე და მეტი, ვთქვათ, ოჯახში დაბადებული შვილის ნათლია და ჩვენ ვიცით, რომ უწმინდეს ყავს 10,000-ობით ნათლული. აი, როდესაც უწმინდესი ბრძანდება ნათლია, აი ამ შემთხვევაში სინოდის განჩინების მიხედვით როგორ შეიძლება, რამდენი ნათლია შეიძლება ყავდეს? გამოურჩა წეღა მე. დიახ, აი ამაზეც რომ თქვა. ანუ სწორედ ეს არის, რომ ერთადერთი გამონაკლისია პატრიარქის შემთხვევაზე დაიშვა, რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ 2-ზე მეტი არ უნდა იყოს. ერთადერთი საპატრიარქი ნათლავს, მაშინა დაშვებული მესამე, ანუ პატრიარქის სახით. სხვა შემთხვევაში თქვათ ეს გამონაკლისის დაშვება არ ხდება. და თინო პატრიარქის ეს გადაწყვეტილება და ინიციატივა ნამდვილად დიდი გმირობაა და შეიძლება ითქვას უპრეცედენტო შემთხვევა თანამედროვე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ არც ერთ ადგილობრივ ეკლესიაში მსგავსი გადაწყვეტილება არც წყებს თავარს არ მიუღია და ეს ფაქტია, რომ ამან შედეგი გამოიღო თავისი თუნდაც დემოგრაფიული
აი ამ მდგომარეობის გამოსწორების კუთხით. რა თქმა უნდა, დიახ და უკვე ვთქვით, რომ 10,000-ობით ნათლული ყავს უწმინდეს და ემატ ეს რიცხვი იზრდება. ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ და ასე არ თქვენ ბრძანეთ, ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება. ხო, ეს არის თქვათ პირველი ნაბიჯი, რასაც ადამიანი დგას ეკლესიური ცხოვრების გზაზე. მაგრამ აი ზოგის ცხოვრება აქვე მთავრდება ეკლესიური მიმართულებით და თქვათ გონიათ, რომ რახან მონათლულია და შეიძლება იშვიათად ტაძარში შევიდეს, ეს ნიშნავს ქრისტიანობას. აი თქვათ, როდესაც დასრული ადამიანი ინათლება და აი ეს მომზადება, რაზეც თქვენ საუბრობდით, აი ამ კუთხითაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს უკვე ცნობიერ ასაკში, როდესაც ინათლება უკვე გაცნობიერებულად რომ დგამს ამ ნაბიჯს, ალბათ მე აგრძელებს უკვე ეკლესიურ ცხოვრებასაც. კი, ეს ძალიან პრაქტიკული საკითხია. ნამდვილად ჩვენ გვაქვს სახეზე, რომ არათუ ნათლიები აქვს ხშირად მომზადებელი, თვითონ მოსანათლი ადამიანიც კი მომზადებელი არის, სპონტანურად მოდის ეკლესიაში, შეიძლება სუფრიდან მოვიდეს უბრალოდ რომ ქართველია და მოსანათლი ადამიანი და მოინათლა. არასწორია რა თქმა უნდა. და მომზადება ამას გულისხმობს არა მხოლოდ ეს გარეგნულ დაზეპირებას, რომ წამსი ისწავლოს ან რაღაცა. არამედ ღმერთმა უნდა აუხსნას, რომ რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს ნათლობის შემდეგ და საეკლესიო კანონი ნახეთ რა ითვალისწინებს. ახლა ჩვენ უბრალოდ ეს უხეშად არ უდგებით. თუ ადამიანი ამ პირობას ვერ დებს, ან არ არის მზად, არ უნდა მონათლოს ღმერთმა წესით. ეს რა თქმა უნდა უარის თქმა კი არა ნათლობაზე, არამედ იმ ადამიანს ზრუნავთ, რომ არავკიდოთ ის პასუხისმგებლობა, რასაც ვერ იტვირთავს, რომელიც შეიძლება კიდევ უარესი, ესე ვთქვათ, სასჯელის წინაპირობას კი გახდეს, ვიდრე ის შემთხვევა, როცა ჯერ კიდევ მოსანათლია ადამიანი. ანუ იღებს პასუხისმგებლობას ქრისტიანობაზე და ამას ასე ვთქვათ, პრაქტიკულად არ ახორციელებს და აქვე მინდა ერთ პრაქტიკულ დეტალს შევღო, ცოტა უხერხული თემა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ნათლიობისთვის უნდა ემზადებოდეს ადამიანი. ნუ გასაგებია შეიძლება ეს კატეხიზაციის თემა და გააზრება ცოტა ესეთი შორეული თემაა და ამას მომზადება სჭირდება, მაგრამ აი პრინციპულად რასაც დღეს უნდა ითვალისწინებდეს და მე როგორც ხვდები პრაქტიკაში ვაწყდები სამწუხაროდ ჯურის წერაზეც და ნათლობაზეც, რომ არაფრის მდგომარეობაში მოდის ადამიანი. აი ესეც მინდა რომ ტელევიზიაში და ჯურის წერაზ საიდუმლოს შესრულების დროს. ხო, ნუ მე ვამბობ რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი. სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების სინოდურ განჩინებებში ეს პირდაპირ წერია. უკვე მითითებაა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, ნათლიაც და მით უმეტეს ვინც ინათლება, ასევე ჯურის წერაზე მეფეა, პატარძალია და ასე შემდეგ. ეს არის მკაცრად გასათვალისწინებელი. ზოგი არის ახლა სტრესის მოსახსნელად თუ რა, ზოგჯერ ამ საშუალებას მიმართავს და ეს არის ცოდვა. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მოძღვარი, თქვათ, თუ კი ამას შენიშნავს, რასაც ახლა თქვენ. ახლა ნახეთ, რადგანაც ჩვენ საქართველოში სინოდურ დონეზე ესეთი განჩინება არ გვაქვს, ანუ არ გაგვიმახვილებია ამაზე ყურადღება. რა თქმა უნდა, მორალურად დოსუფლება აქვს, რომ ახლა თუ წინასწარ მოდის ადამიანი კი თან ხდება, უნდა ეს აუხსნა, გააფრთხილო, რომ ესე მდგომარეობაში არ მოვიდეს, მაგრამ ხო არის სპონტანურად მოდიან ადამიანები. სტუმრებით იმი და უხერხული სიტუაცია იქნება ახლა რომ გაატრიალო, მაგრამ წესით არ შეიძლება. დიახ. ესეთი მდგომარეობაში ყოფი ადამიანი ან მონათლო, ან ნათლიად დააყენო. იმიტომ ფაქტობრივად გამოდის, რომ ის იმ წუთას არ არის ადეკვატური, ესე რომ ვთქვათ. დიახ. ვერ იაზრებს ხიზლად, რასთან აქვს საქმე. ცნობიერებული ხო. მეორედ ნათლობა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, ესეც ესეც ძალიან პრინციპული საკითხია. აღიარებთ ნათლისღებასაც. ერთი წუთი დაგვრჩა ოღონდ. დიახ, რატო არ შეიძლება ხელმეორე ნათლობა? ნათლობა ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის განმეორება. ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა. მაცხოვარმა ერთხელ აღასრულა ეს მისია. საეკლესიო კანონში წერია, რომ თუ უკვე ადამიანი სწორად არის მონათლული და ღმერთმა ეს იცის და ხელმეორედ მონათლავს, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმელთან ასოცირდება და ამიტომ საშინელ ცოდვად ითვლება. ერთადერთი გამონაკლისი როცა შეიძლება ირიბად ხელმეორედ მონათლოთ ადამიანი, როცა ეს მას არ ახსოვს და ვერავინ ვერ ადასტურებს. იყო თუ არა, ანუ საეჭვოა. აი ამ შემთხვევაში კანონებით არის დაშვებული, რომ მონათლოთ ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დაბრუნდებით კლავ სტუდიაში. Giga
ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Amin.
დავრუნდით ეთერში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა საქართველოში, რომელია ყველაზე პოპულარული ადგილები და დაგეგმილი სიახლეები. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნატო სულთანიშვილი. დილამშვიდობისა. მადლობა მოგზანებისთვის. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე ვისაუბრებდეთ იმ პოპულარული ადგილების შესახებ, რომლითაც ძირითადად ყველაზე მეტად ინტერესდებიან ტურისტები, ზოგადად ტურისტული სეზონის შესახებ მინდა გკითხოთ პირველ რიგში, როგორი იყო და როგორი არის დღევანდელ რეალობაში საქართველოში ტურისტული სეზონი, რამდენად ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით უცხოელი სტუმრები. კი ბატონო, სიამოვნებით ვისაუბროთ დაცულ ტერიტორიებზე და ვინაიდან დაცული ტერიტორიები ნამდვილად არის ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაშიც ეს არის ჩვენი ფასეულობა, ბუნებრივი სიმდიდრე, მემკვიდრეობა, ასე ვთქვათ, რომელიც წლების განმავლობაში შემოგჭა და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ის ასევე შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. დაცული ტერიტორიები ნიშნავს იმას, რომ რაღაცა განსაკუთრებული არის დაცული, პირველ რიგში აქ არის ბიომრავალფეროვნება, უნიკალური პირველ რიგში მთელ სოფლიოში, რომ თითოეულა შემორჩა სახეობა იქნება ჰაბიტატი თუ ეკოსისტემა და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ არის ძალიან ასე ვთქვათ გამორჩეული რომ ფლობს მთელი ჩვენი ქვეყნის დაახლოებით 13.5% დაცულ ტერიტორიების დიდი ტერიტორია არის. ბატონო და შესაბამისად რა თქმა უნდა ვიზიტორების ინტერესი იზრდება და დაცულ ტერიტორიებს არის უნიკალური ბაზა ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად აქ ერთი მხრივ ბიომრავალფეროვნების დაცვას უწყობთ ხელს რა თქმა უნდა და ვიზიტორების ინტერესის დაკმაყოფილებისთვის რა თქმა უნდა ჩვენ ვალდებული ვართ რომ იმგვარად მოვაწყოთ დაცულ ტერიტორიები ვიზიტორმა არ შეუშალოს ხელი გადაადგილების დროს ბიომრავალფეროვნებას და ამავე დროს ისიამოვნოს. ქალბატონო ნატო, დაცული ტერიტორიების საერთოდ თავიდანვე 1912 წელს შეიქმნა პირველი ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, პირველი დაცული ტერიტორია. რისთვის შეიქმნა, რა მიზნით შეიქმნა და თქვენ აღნიშნეთ უკვე რომ 13%-ზე მეტი არის დღესდღეობით დაცული ტერიტორიების ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე და ვთქვათ რა კატეგორიის დაცული ტერიტორიები გვაქვს? სიამოვნებით, სწორად აღნიშნეთ პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია საქართველოს 1912 წელს შეიქმნა ლაგოდეხის ნაკრძალის სახით, თუმცა საქართველოს დაცული ტერიტორიების არსებობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს, ასე ვთქვათ, აღნიშნავდნენ ჩვენ ისტორიულად წყაროებში, ეს არის ხატის ტყეები, სხვადასხვაგვარი ნაკრძალები, სამონადირეო მეურნეობების სახით თუ ასე შემდეგ, რომელიც ყველა ემსახურებოდა ფაქტიურად ბუნების დაცვას. რაც შეეხება პირველ დაცულ ტერიტორიას ლაგოდეხის ნაკრძალს, ეს არის კატეგორია ნაკრძალი, რომელიც რა თქმა უნდა დაცულ ტერიტორიაზე გარკვეული აქმედებები, ასე ვთქვათ, იზღუდება, მხოლოდ ის, რომ არ დავაგვიანოთ, არ ასე ვთქვათ, ხელი არ შეუშალოთ ბუნებრივ პროცესებს და არ გადავასხოფეროთ ეკოსისტემა. და ნაკრძალი ზუსტად შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არსებული უნიკალური, ხელუხლებელი, ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვისათვის, შეგვენარჩუნებინა ის ბიომრავალფეროვნება, რაც აქ არის წარმოდგენილი, ჭეხვების, კეთილშობილი ირმის თუ სხვა სახეობების სახით და ამჯერად უკვე რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ახლოს ცხოვრობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან და ბუნებრივი ნობათით, ასე ვთქვათ, შეშით თუ სხვა სარგებლობა უწევთ, ამის გამო შეიქმნა საჭიროება, რომ გაფართოებული იყო ეს ნაკრძალი და შესაბამისად დაარსდა კიდევ ერთი კატეგორიის დაცული ტერიტორია აკვეთილი, სადაც უკვე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა შესაძლებელი არის. ქალბატონო რას ნიშნავს ეს ხოლმე ის აკვეთილი ძალიან საინტერესო არის უბრალოდ. საერთოდ ანუ საერთაშორისო კატეგორიების მიხედვით ერთ-ერთი კატეგორია არის, ჩვენ გვაქვს 6 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია საქართველოში, ეს გახლავთ სახელმწიფო ნაკრძალი, აკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისაგან ფართობით, სიდიდით, რას ვიცავთ იქ, რა სახის სახეობებია წარმოდგენილი, გავრცელებული ჰაბიტატი და ასე შემდეგ. შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით კანონმდებლობის საფუძველზე ხდება იქ სწორედ საქმიანობის ისე დაგეგმვათ, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება შეუწყოთ ხელი და რაც პირველი კითხვა რაც იყო ვიზიტორების მომსახურებას ცხადია და შესაბამისად დაცული ტერიტორიები აღნიშნავდი, რომ მთელი წლის განმავლობაში ღია ვიზიტორებისათვის და შესაბამისად იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც გარკვეული სეზონი არის, ცხადია იმ სეზონის განმავლობაში უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს ამ დაცულ ტერიტორიას. მაგალითად, ახლა ვთქვათ
ამ პერიოდში განსაკუთრებით ძალიან სასიამოვნო არის თუ ვეწვევით ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკს, აგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, ალგეთის ეროვნულ პარკს და შესაბამისად სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებს. ეს არის ინტერესის მიხედვით და რის ნახვა გვაინტერესებს, რა დრო გვაქვს შემდეგ. ძალიან კარგი რამე ახსენით, სეზონს აქვს ალბათ ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდის არის ყველაზე გამორჩეული და ლამაზი კონკრეტული ადგილის ნახვა სეზონის მიხედვით. ნამდვილად ყველა დაცულ ტერიტორიას აქვს განსაკუთრებული მიზიდულობა, რაღაც განსაკუთრებულობა. აი მაგალითად შემიძლია გამოვარჩიო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით არის განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველი, როდესაც ყველა სახეობა ხარობს, ასე ვთქვათ და თვალსაჩინოა ულამაზესი არის და ულამაზესი ხედებით შეიძლება დატკბეს ნახველი. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს გამოვარჩევ იმითაც აუცილებლად რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჯერნის აღდგენის პროექტი, რომელიც მხოლოდ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გვხდება ეს სახეობა, რომელიც ადრე წლების განმავლობაში იყო, რა თქმა უნდა, წლების წინ, მაგრამ გადაშენდა გარკვეული მიზეზების გამო და 2013 წლიდან აღდგენის პროექტი მიმდინარეობს დღესდღეობით უკვე დაახლოებით 500-მდე უკვე ჯერანი ყავს და შეიძლება ვიზიტორმა ნახოს და ათვალიეროს. დიახ, აი ასევე ახსენეთ დაბინძურება და სამწუხაროდ დღემდე არის ხომ ეს პრობლემა საზოგადოებაში. რა შეიძლება, როგორ უნდა შეიძინოს პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებამ, კეთდება თუ არა კონკრეტული იდრმება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით. საზოგადოების მეტად ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. კარგი კითხვა, იმიტომ რომ ეს არის დაბინძურება ზოგადად გარემოს დაცვაში გლობალური გამოწვევა არის, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ზოგადად მთელი მსოფლიოს გამოწვევა არის, იმიტომ რომ სხვადასხვა სახის ნარჩენი წარმოიქმნება და შესაბამისად გარემო ბინძურდება სხვადასხვა სახის ნარჩენით, რომელსაც მიირთმევენ ხოლმე სამწუხაროდ ცოცხალი ორგანიზმები და შესაბამისად ლეტალურად მთავრდება. და ისედაც ტერიტორიის დაბინძურება ხელს უშლის ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, საცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუფთა წყლის, სუფთა ჰაერის, ბიომრავალფეროვნების საკვების არსებობას, რაც ადამიანისთვის და ცოცხალი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ მიმართულებით გამოყოფთი ასევე დაცულ ტერიტორიების სააგენტოს ძირითადი მიმართულება არის ერთ-ერთი გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება, რომლის ფარგლებშიც ჩვენც და სხვა ორგანიზაციების გარემოსდაცვითი ძირითადად, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, გარემოს კომპონენტებზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, ცოცხალი ორგანიზმები. როგორ უნდა მოვექცეთ მათ და როგორ არ უნდა დავაბინძუროთ, სად უნდა გადაიყაროს, სად უნდა განთავსდეს, ასე ვთქვათ, რა სახის ნარჩენი უნდა შეგროვდეს და მეორადად გადამუშავდეს, შეიძლება მეორადი გამოყენება მოუპოვოთ მას და ასე შემდეგ. და ამ მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში ძირითადი სამიზნე სეგმენტი არის ჩვენთვის სამიზნე ჯგუფი, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, რომლებსაც ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს, ტრენინგებს, სხვადასხვა აქტივობებს გარემოს დაცვის თემატიკით და დაცულ ტერიტორიების მნიშვნელობის თემატიკით. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენმა ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ბოლო 20 წლის განმავლობაში უკვე მესამედ ლეოპარდი საქართველოში, მაგრამ აი კონკრეტულად სად მოხდა ესეც საინტერესო არის. კი ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენ საერთოდ დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის თვალსაზრისით აქტიურად ვიყენებთ ეს თანამედროვე სისტემებს, მათ შორის ფოტოხაფანგებს. ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელებში და ძალიან მოსწონთ ცხოველთა შორის როგორც მოსწავლეებს, ასევე დიდებსაც ხადია. და შესაბამისად სხვადასხვა ტერიტორიაზე ფიქსირდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ამის მიხედვით ვაკეთებთ ჩვენს ანალიზს, ასე ვთქვათ, ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ძირითადი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ფოტოხამაგების საშუალებით ხორციელდება, ასევე ჩვენი რეინჯერების მეშვეობით ხდება ტერიტორიის ყოველდღიური დათვალიერება და მათგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შემდგომ გეგმავთ სამომავლო ქმედებებს და სხვადასხვა ადგილას, ასე ვთქვათ, და ამ ბოლო დროსაც თქვენ აღნიშნეთ ახლა სხვადასხვა ცხოველი, ასე ვთქვათ, ძალიან რთულია მისი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, დაფიქსირება, თუმცა ძალიან სასიხარულო არის, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა უკვე ფშავ-ხევსურეთში, თუშეთშიც და შესაბამისად ხდება გარკვეული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ფოტოხაფანგების დიდი რაოდენობით დამონტაჟდა, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ინფორმაციის შეკრება. მეცნობელოდოთ ხო მათი კადრებს? აი, გვიჩვენებს დრო ამას და დავანალიზებთ და გაცნობებთ. იცით რა არის? ჩვენ ან თვითონ საქართველოშიც ვთქვათ ადამიანთა ცნობიერება რამდენად არის ისე რომ კონდეს ინფორმაცია აი ამ დაცული ტერიტორიების შესახებ და რამდენად აქტიურად ქართველები სტუმრობენ ესეც საინტერესო არა მხოლოდ ტურისტები არამედ თვითონ ქართველები ჩვენი მოსახლეობა რამდენად არის ინფორმირებული აი ესეთი სიმდიდრის არსებობის შესახებ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და ასევე ინფრასტრუქტურის შესახებაც მინდა გკითხოთ ყოველთვის საინტერესოა ხოლმე რომ როდესაც ვთქვათ მიდიხარ სადმე რომ იქ
გარდა იმისა, რომ ბუნებას ნახავ და ვთქვათ რაღაც საინტერესოს გაიცნობი და შეიმეცნებ, ამავდროულად იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ამ კუთხით რა ხდება? გეთახმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ როდესაც დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისათვის ვიმზადებით, ცხადია ჩვენ გსურს რომ იმის გამო ზუსტად პირველ რიგში რაც არის დაცულ ტერიტორიების პირველად დანიშნულება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ზუსტად ამის გამო რომ არ დაბინძურდეს, არ მივაყენოთ ზიანი და საფრთხე ბიომრავალფეროვნებას, ვცდილობთ რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავუხვედროთ ვიზიტორებს. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ნიშნავს ბუნებაში მცირე ინფრასტრუქტურას, ეს გახლავთ სალაშქრობილიკები, თანმდევი მცირე ინფრასტრუქტურით ეს იქნება გზის ესე ვთქვათ მანიშნებლები, საინფორმაციო დაფები, საინტერპრეტაციო დაფები, დასასვენებელი ადგილები, სარეკრეაციო სივრცეები. საკვები ობიექტი ვთქვათ იგივე. იცით რომ საკვები ობიექტი, აი მაგას გამომახვილოთ ყურადღება ძალიან კარგი ესე ვთქვათ მინიშნება არის, იმიტომ რომ საკვები ობიექტი, ადგილობრივი პროდუქტი, სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრები და ასე შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამზადებს და ვიზიტორს თავაზებს სერვისის სახით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაცულ ტერიტორიებიდან მიიღონ მათ სარგებელი. დაცულ ტერიტორიების პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, საკვები და ირიბი სარგებელი მოსახლეობისათვის არის ზუსტად ეს სერვისების, ასე ვთქვათ, შეთავაზებით გარკვეული შემოსავლის წყაროს მიღება და შესაბამისად ეს სერვისი უკვე ადგილობრივი მოსახლეობის არის და რაც უფრო განვითარებულია დაცულ ტერიტორია, რაც უფრო მეტი ვიზიტორი ყავს, ცხადია, რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი აქვს ადგილობრივი მოსახლეობას. სათაფლის მღვიმეში თუ ხარ გეგინ ამ რა თქმა უნდა, მე არა. დაკეტილი იყო რამდენიმე დღის წინ, ხო, რაღაც პრობლემის გამო. როდესაც არის ბუნებრივი მოვლენები, წყალდიდობა, წვიმა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუფრთხილდებით ვიზიტორთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიყენებთ ასეთ ზომებს და შესაბამისად შეიძლება იყოს დაკეტილი და ამას მოსახლეობა რა თქმა უნდა გაგებით ხდება, იმიტომ რომ მათივე უსაფრთხოებისთვის არის. ალბათ აი ჩვენი საუბრის ბოლოს ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია გავაცანით უკვე ჩვენს მაყურებელს. თუ აქვს დაცული ტერიტორიების სააგენტოს კიდევ რამე განსაკუთრებული სიახლე წლის განმავლობაში ან მომავალი წლიდან რაც იგეგმება და უნდა იცოდეს აუცილებლად ჩვენმა მაყურებელმა. კი ბატონო, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს დაცულ ტერიტორიების გეგმების შესახებ. ვინაიდან დაცულ ტერიტორიებს ასე ვთქვათ ვიზიტორების მხრიდან აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ ეწვიონ შესაბამისად ჩვენ წლის განმავლობაში ვგეგმავთ და ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობილიკების მოწესრიგებას დაახლოებით 15 დაცულ ტერიტორიაზე და აქ მე დააღვნიშნავ, რომ ეს ვიზიტორთა რაოდენობაზე საუბრობდით და დღესდღეობით წლის განმავლობაში დღემდე საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა დაახლოებით 930,000 ვიზიტორი. მათ შორის დაახლოებით 56% არის უცხოელი და დანარჩენი ქართველი. ანუ უცხოელების დაინტერესება უფრო დიდია. დიდია დაინტერესება, კი ბატონო, ბოლო წლებში ქართველების დაინტერესებაც სასიხარულად გაიზარდა, იმიტომ რომ ჩვენს ბევრი რამ არ გვაქვს ნახი, ხო, ქართველებს ჩვენს ქვეყანაში. უცხოეთში დავდივართ სანახავად და ჩვენს ქვეყანაში ასეთი სიმდიდრე გვაქვს და საქართველოში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი და შესაბამისად ყველა შეუძლია ეწიოს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. საომავლო გეგმებს ვისწრებით, რომ თქვა, ამ წუთას მიმდინარეობს მუშაობა და ასე ვთქვათ, საველე კვლევების დამუშავება სვანეთის რეგიონში და სამეგრელოში ეროვნული პარკების შექმნასთან დაკავშირებით. ანუ კიდევ დაგვემატება დაცული ტერიტორიები, ხო? დაგვემატება რეგიონებში დაცული ტერიტორიები. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. დაგემშვიდობებით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნატო სულთანიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა შემოგვიერთდება. დაგველოდეთ.
დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას, როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს შვებულების შემდეგ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი მარინა გაჭარავა. მოგესალმებით, ქალბატონო მარინა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ხართ და როგორ უბრუნდებით თქვენს სამუშაო რეჟიმს შვებულების შემდეგ, თუ მოახერხეთ დასვენება და აი თქვენი გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ, როგორ უნდა დავუბრუნდეთ რუტინას, ჩვეულ რეჟიმს ისე რომ ნაკლებად სტრესული იყოს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. აქტუალური თემაა, მართლაც ახლა თითქმის ყველა მაგ კითხვას სვამს და მე თვითონ დავისვენ ერთი კვირა, აგვისტოს პირველ კვირაში, როგორც წესი ვისვენებთ კახეთში, შილდაში, მე და ჩემი მეუღლე. და ეს დასვენება იყო უტელეფონოდ, ტელეფონი იყო ნომერში და პრაქტიკულად 1-2 ესეთი ოჯახში ზარისა, პრაქტიკულად არ მქონია არანაირი კონტაქტი. ანუ ეს მოახერხეთ. ხო, ეს რამდენი ადამიანი გირეკავს, უბრალოდ ეს წარმომიდგენია და ანუ ამ ყველაფერს რაღაცნაირად რომ მოწყდით, ალბათ. ჩემი აზრით დასვენება, თუ კი იქ ლეპტოპი გაქვს და კიდე რამეს აკეთებ და კიდე მუშაობ, ნამდვილად არ გამოდის. არ ქვია ხო შემდეგ. ალბათ დასვენება უნდა ვისწავლოთ, მანამ სანამ მუშაობას ვისწავლით, იმიტომ რომ თუნდაც ის ერთი კვირა დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ჩემთვის ახლა პირადად ალბათ წყალია ძალიან, როგორც შეიძლება ბევრისთვის, სადაც აუზია იქ და კარგი პირობები, გემრიელი კვება, რა ძალიან მნიშვნელოვანია დასვენების. არაჩვეულებრივი ღვინო და ნამდვილად ესე ძალიან კარგი იყო. კლასიკური დასვენება, ხო? ალბათ. რაც არ გამოგდის სამწუხაროდ. აი, მხოლოდ იმიტომ ალბათ, რომ რაღაც ისევ გონებით იქ ხარ, სადაც ხარ. ან თქოთ სამსახურში ან რაღაც პრობლემებთან და დაჩენთებს როგორ უნდა დავუბრუნდე სადაც იცით ყოველგვარი რაღაც ორკესტრირების გარეშე საერთოდ არის რეკომენდაციები დაბრუნებისთვის რომ ნელ-ნელა რეჟიმზე გადახვიდე ისევ თუ ადრე აღარ დგები დაიწყო ისევ ადრე ადგომა თუ თქვათ რაღაცა ცოტა მეტად ხარ დაწოლილ მდგომარეობაში მოძრაობა გააქტიურო ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შესაძლებელია ადაპტაციური პროცესი განსხვავებულია ყველა სხვას და ზოგს უფრო მეტად გაუჭირდეს ზოგს ნაკლებად. როგორც ნებისმიერი აი მგზავრობა სადაც ჩადიხარ იქ რაღაც აკლიმატიზაცია ჭირდება ადამიანს შეგუება. ეს შეგუება არის უნივერსალური თვისება ყველა ცოცხალის და მათ შორის პირველ რიგში ადამიანის ადაპტაცია მას აქვს ამის უნარი, უბრალოდ ამას გამოყენება უნდა. თუ კი აი წუწუნის რეჟიმში ადამიანი ან თქვათ მოთქმის რომ არ უყვარს ის თავის საქმე ეს ძალიან ალბათ არ დამასებდიანებელი ყველაზე მეტად არ ენატრება არც საქმე არც ის ადგილი სადაც მუშაობს არ აქვს კარგი ჰარმონიული ურთიერთობები რა თქმა უნდა მას ბევრად უფრო მძიმეა ეს ადამიანი და ბევრად უფრო უჭირს მივიდეს სამსახურში. სხვა შემთხვევაში პირიქით გენატრება ის გარემოც, ის სივრცეც, ის თქო ურთიერთობები, იმიტომ რომ დასვენებას თუ მას საზღვარი არ აქვს, მაშინ ის გადადის უსაქმურობაში და უსაქმურობაზე უფრო დიდი განსაცდელი შეიძლება ადამიანს არც კონდეს, იმიტომ რომ გახსნილია ძალიან ბევრ სისულელეზე. ეს სისულელე არსებობს სამყაროში, ამ ველში და ის რაღაცნაირად ჩვენამდე მოდის. ამიტომ დაბალანსებული შრომა დასვენებასთან ერთად ურთიერთობები და საკუთარი თავის თვითეკოლოგიური საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება ჩემზე ძალიან მნიშვნელოვანია. აი დასაწყისში ძალიან საინტერესო რამ ახსენეთ, რომ თავარია ჯერ ვისწავლოთ დასვენება, როგორც მუშაობა ვიცით, თქვა დასვენებაც ვიცოდეთ. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ისვენებენ, ანუ მაგალითად არ არიან სამსახურში, აქვს ჩვეულება, მაგრამ ყოველდღე მაინც რეკავენ, თქვა რაღაცა თანამშრომლებთან აქვთ კომუნიკაცია, რაღაცნაირად ესეთი შეგრძნება აქვთ, რომ მის გარეშე ისე ვერ გაკეთდება, როგორც საჭირო. ანუ ვერ ერთვებიან აი ამ სამუშაო პროცესს და ვერ ისვენებენ. ანუ ხო არის ესეთი რაღაცა სიმპტომი თუ არ ვიცი რა დავარქვა, შემთხვევა. არსებობს საერთოდ ესეთი ვორკოჰოლიზმი ქვია, სამუშაოზე დამოკიდებულება, რომელიც ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც ბევრი სხვა რამ. ეხლა ეს ესე უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე თქვა ალკოჰოლზე ან რაიმე. დამოკიდებულება ერთი შეხედვით, მაგრამ ესეც არის გაქცევა რეალობიდან. ანუ თუ ადამიანს სულ სამსახურში უნდა
სახში მოსვლა არ უნდა, შაბათი კვირაც სამსახურში უნდა. ამას ხსნის იმით, რომ ბევრი საქმე აქვს, მას რაღაცა რეალობაში არ აქვს დალაგებული ისე არ უნდა ამ რეალობაში დარჩენა. თითქოს საკუთარ თავთან შეხვედრა არ უნდა და რაღაცით ეს გაქცევა გაძლევს იმის საშუალებას, რომ არ გაჩერდე, არ დაფიქრდე, ვინ ვარ, რა მინდა, რა მჭირდება, რა შემიძლია, როგორი ვარ, რა სად ვარ. ეს ძალიან კარგი კითხვაა, ეს გეოგრაფიას არ გულისხმობ, ხო? და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სჭირდება ზოგჯერ აი ადამიანი ავად რო ხდება რაღაც შემთხვევით რო გაჩერდება არ არის დაგეგმილი ეს გაჩერება მაშინ აქტიურდება ეს საკუთარ თავთან შეხვედრის ეს რაღაცა გარკვეული მდგომარეობა თუმცა მე მაინც ვიტყოდი რომ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არის ასეთი არის საუბარი იმაზე რომ ადამიანმა შეძლოს დღეში ცოტა ხანი აჩუქოს თავის თავს 1 საათი ნახევარიდან 1 საათამდე კვირაშიც რაღაცა რამოდენიმე საათიან შეიძლება 1 დღე აი მე-7 დღეს დაისვენა დასვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა აქ იგულისხმება რომ ღმერთს მეუძღვნა ის შენი თავი იმ დღეს და მადლიერებას და ეს მადლიერებაც არის ის რომელიც ყველაზე მეტად გავსებს ყველაზე მეტად რაღაცა ეს გუნება განწყობილებას აუმჯობესებს რომელიც ხდის ცხოვრებას ბევრად უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს და აქედან გამომდინარე თუ შემთხვევით ადამიანს არ უნდა მოbrunება რეალობაში მაშინ უნდა დაფიქრდეს რა არის რა უშლის მას ხელს ამაში შეიძლება ეს მოხდეს ფსიქოთერაპიით შეიძლება ეს მოხდეს თქოთ მოძღვართან საუბრით მეგობრებთან საუბრით და ასე შემდეგ საკუთარ თავთან კითხვების დასმით დიახ და რომ დაუბრუნდეთ კვლავ იმას თუ როგორ ვუბრუნდებით რუტინას ასეთ რაღაც წავიკითხე რომ კარგი იქნებაო რომ შენ თავს მისცევ თქვათ კიდევ 1 დღე დასვენების შემდეგ რომელსაც სამსახურამდე გაატარებ თქვათ სახლში რაღაც ვისაც აქვს ამის ფუფუნება და პირდაპირ სამსახურში არ გახვიდე როდესაც საიდანაც თქვათ აი ჩამოდიხარ სადაც ისვენებ და რაღაცა ისე ამგზავრი ეს კიდევ უფრო ზრდის სტრესო და აი ამასთან დაკავშირებით თქვენი რეკომენდაცია როგორი არის აი რამდენად შეიძლება ოჯახშიც ვერ მოახერხო სახლშიც კიდევ ადამიანმა აი დასვენების გაგრძელება და იქ კიდევ უფრო მეტი საქმე დაახტა ეს მაგრამ აი მაინც რაღაც ეს თანდათანობით შეგუება რამდენად ამ სუბუქებს სევდიანობას რომელმაც შეიძლება იჩინოს თავი როდესაც სამსახურში გავა დასვენების შემდეგ ადამიანი ძალიან კარგი აქცენტია სხვათა შორის ალბათ კარგი იქნება დიახ რომ დაბრუნდე იმ ჩვეულ ადგილას სადაც საიდანაც მიდიხარ და სადაც ცხოვრობ 1 დღე და 2 დღეც რადგანაც არა რომ თქოთ დაისვენო თუ დაისვენებ ეს ამ მნიშვნელოვანი შეიძლება მართლაც სახლშიც ვერ დაისვენოს ადამიანმა მაგრამ არსებობს ესეთი გამოთქმა გემიდან კარნავალზე აი შეიძლება ადამიანი რაღაც მოგზაურობიდან პირდაპირ აღმოჩნდეს თქოთ საქმეში და შეიძლება ის პირველი დღე იყოს ცოტათი იმ სამსახურში რაღაც უფრო დამოხრუჭებული შეიძლება არც იცით გააჩნია ვის რამდენად შეუძლია გადართვა ერთი საქმიანობიდან მეორე საქმიანობაზე ზოგადად შრომა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატვა ადამიანისთვის სწავლა და შრომა და ამის შეყვარება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა დასვენებასთან და ურთიერთობასთან ერთად რომელიც გვჭირდება ამიტომ გვჭირდება ბალანსი იცით აი დისბალანსი იწვევს ადამიანის ცხოვრება შეიძლება თავკომბალას დაემსგავსოს აი ერთი მიმართულებით იყოს ეხლა მარტო დასვენება წარმოუდგენელია ხო ეს რომბის პრინციპი თქვენ ამაზე არაერთხელ გისაუბრეთ რომბი ავიღოთ თუნდაც სამკუთხედი იგივე მარტო მუშაობაც რაღაცნაირად თითქოს არ ცხოვრობ ხო მარტო ურთიერთობებშიც ვერ იქნები ახლა იმიტომ რომ რაღაცა არავის არ ცალია და არ ჩენარგცალია ამდენად და საკუთარ თავზე თვით ზრუნვა რასაც ქვია თვით ეკოლოგია თვით განვითარებაც ალბათ სწავლასა და მუშაობის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ვისთვის რა არის პრიორიტეტები, მაგრამ ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ოჯახის წევრს, მეგობარს, ახლობელს აუცილებლად აქვს დიდი როლი ჩვენ ცხოვრებაში, ხო? თუნდაც დასვენების კუთხით იმაში რომ დაგვეხმაროს ალბათ რამე რჩევა მოგცეს, როგორ დავუბრუნდეთ, აი იმ წოწონის შემდეგ, ხო, რაც თავად ახსენეთ და ბუნებრივია, ალბათ ყველა ადამიანს გაგვაჩნია, ხო, აუ რა დაბრუნდება სამსახურში და ხვალდილით რა გაიღვიძებს და რა მივა.
აქვს ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ კუთხით ადამიანების გვერდით დგომას, რჩევის მოცემას. მადლობა, კარგი ის იყო, ესეც მშვენიერი აქცენტია ნამდვილად. ზოგადად ადამიანური ურთიერთობები არის, რაც ალამაზებს ჩვენ ურთიერთობას და რაც ამსუბუქებს იმ პრობლემას. ახლა ვიღაცისთვის პრობლემაა სამსახურში დაბრუნება, ვიღაცისთვის ნაკლებად. და მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არის ადამიანის სახლში, ვინც ან გელოდება, ან თქვათ ვისაც უხარია შენი ნახვა, ვისაც თანაც შეგიძლია გააზიარო შენი ემოციები, შენი ის დღე თუნდაც რაც გაიარე, ჩემი აზრით ძალიან დიდი ბედნიერება. თუ ესე ადამიანი მარტო ცხოვრობს, მარტო ჩვენ არასდროს არ ვართ, იმიტომ ჩვენ გვაქვს გვარცულ ურთიერთობაში, ხილულ უხილავ სამყაროსთან. ადამიანს შეუძლია წაიკითხოს, რაღაცა დაწეროს, რაღაცა იფიქროს, ილოცოს, მუდმივად გქონდეს ურთიერთობა იგივე ღმერთთან, ადამიანებთან, მის გარშემო მყოფებთან, რაღაცნაირად მარტო ეგზისტენციალური მარტობა ყველა ჩვენთაგანს გვახასიათება, დამახასიათებელია, იმიტომ რომ მარტო ვიბადებით და მარტო გარდავიცვლებით, ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ შეჭამს, ვერავინ ვერ ისწავლის, ვერავინ ვერ გათხოვდება, ან ვერ დაქორწინდება, მაგრამ აი ის რომ ყველაფერი ეს გიხარია საყვარელ ადამიანებთან ერთად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მარტოობა ძალიან გვიჭირს და არ შეგვიძლია სინამდვილეში. და ზოგადად ალბათ სტრესიც ნაკლებია, როდესაც ადამიანს უყვარს თავისი საქმე. თქვენ ამაზეც გამახვილეთ ყურადღება დასაწყისში. თუ გიყვარს სამსახური და აი ბევრისგან გამიგიერებ, ჩემი მეორე სახლია ხო სამსახურზე ამბობენ და აი როდესაც ასეთი დამოკიდებულება, ალბათ აქ პირიქით რაღაცა უფრო მეტი სიხარულია, როდესაც დასვენების შემდეგ რაღაც ისევ შეხვდები იმ ადამიანებს, ვისთანაც ესე გიხარია მუშაობა, თანამშრომლობა და რაღაცა გაანაახლებ იმ ჩვეულ პროცესს. ესეც არის ალბათ და ვისაც არ უყვარს საქმე და მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობს და რაღაც გარკვეული შემოსავლისთვის, აი აქ ალბათ ისედაც მძიმე იქნება, თუნდაც შეფულების შემდგომ პერიოდზე არ ვისაუბროთ. გეთანხმებით, უბრალოდ იცით რა, როგორც ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი გადატვირთოს, აი რესტარტს რო აიძახიან, ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი გააწყოს გარკვეულ რეჟიმზე და იმ რეჟიმზე გაიყვანოს. და რადგან ეს შეუძლია, ანუ არ დაანგრევინოს თავი გარემოს, იგივე სამსახურს, იგივე გარემოცვას, იგივე რაც ხდება გარეთ. იმიტომ რომ ყველაფერ ამაზე ორკესტრირებულად რაღაცა შფოთვა, რომ აი რა მივა სამსახურში და ან დღეს რა მინდია და ან ეს რა თქმა უნდა მოქმედებს. იგივე წუწუნი გაცლის ძალას. ხო, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ეს არ ნიშნავს, რომ დიდხანს არ იცოცხლებს, ძალიან დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ გარემოცვისთვის არის საკმაოდ ესეთი უსიამოვნო, მუდმივი მოთქმა გოდების მოსმენა, ხო? თვითონ შეიძლება ამას მიჩვეულია და ვერც გრძნობდეს ამას ადამიანი. რაღაცნაირად ჩემი აზრით საქმე უფრო დამოკიდებულებაშია, ვიდრე ზოგჯერ რეალობაში. რეალობა არის ისეთი, როგორიც არის, ჩვენ მასთან არ ზოგჯერ ვერაფერს ვერ ვცვლით და ვერაფერს ვერ შევცვლით, იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა. აი ჩვენ რა დამოკიდებულება გვექნება და როგორ ვიურთიერთებთ, როგორ ჩავთავთ ამ ადაპტაციურ რესურსებს, გამოვიყენებთ ჩვენსაც, რომელიც უზომოდ გვაქვს დიდი რაოდენობით. ნუ ეს უკვე თვითონ პიროვნებაზე დამოკიდებული. დიახ და ბოლოს სრულდება ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დრო, რამდენად მნიშვნელოვანია რომ წლის განმავლობაშიც ადამიანმა გამონახოს დასვენებისთვის დრო და არ დაველოდოთ მხოლოდ ზაფხულს, მაგალითად, როდესაც ტრადიციულად გავდივართ ხოლმე შვებულებაში და მარდადეგები აქვთ ბავშვებს თქვათ და ვისვენებთ. ანუ აი რაღაცა გარკვეული პატარა პაუზების მონახვა ჩვენი თავისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც 2 დღიანი, 3 დღიანი. წლის განმავლობაში. საერთოდ დასვენება ის 5 წუთიანიც კი თავის საქმეს აკეთებს, როდესაც ერთი საქმედან მეორეზე უნდა გადაერთო. ეს გადართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა ტაიმ-აუტის პაუზის აღება. ზოგადად პაუზა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენ ცხოვრებაში. იგივე ყველაფერს იმ წუთას თუ არ უპასუხებ, მიხვდები, რომ ბევრად უკეთეს პასუხს იძლევი, ვიდრე მაშინ, როდესაც იმპულსურად მყისიერ პასუხს იძლევი ამა თუ იმ გამღიზიანებელზე. რა თქმა უნდა, კვირაში შეგიძლია გამონახო 1 დღე, ნახევარი დღე, რამოდენიმე საათი. ვისთვის რა არის დასვენება? ურთიერთობა იქნება ბუნებაში წასვლა თუ
თბილისში დღეს ისეთ ურბანული ნევროზი არსებობს, რომელიც გულისხმობს, აი ცას თუ ვერ ხედავს ადამიანი და ხედი თუ არა, აი ბინა ხედით რატო ვერს უფრო ძვირი, იმიტომ რომ ძალიან თერაპიულია ბუნებაში ყოფნა, რაღაც იგივე ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, მზის ჩასვლის, მზის ამოსვლის ნახვა, მთების, რაც ჩვენს ქვეყანაში ბევრია. და თან 10-15 წუთში ქალაქიდან რომ გახვალ შეგიძლია ეს ყველაფერი ნახვა, ანუ ძალიან შორს არ გვიწევს წასვლა. ძალიან მნიშვნელოვანია და თან საყვარელ ადამიანებთან ერთად ამას თუ მოვახერხებთ, რატომაც არა. და ეს თუ ოჯახში არის ასე ვთქვათ, ესეთი ტრადიცია, ყველაზე კარგი რაც შვილებს გაახსენდებათ, იქნება ალბათ ეს დღეები, როდესაც მშობლებთან ერთად არიან გასულები სადღაც, რაღაცა თუნდაც მცხეთაში თუ ნებისმიერ გარშემო. ძალიან დიდი მადლობა, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსმენა. ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობდა სტუდიაში. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და რეგინა მსიწვერიძე მუშაობთ თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.